ახლა ჩვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების თემას უნდა მიუბრუნდეთ აუცილებლად. ამ თემას არ გავეშვებით, სანამ არ მივიღებთ საბოლოო შედეგს. თაკო გოგალაძე ჩაგვერთვება ერთ-ერთი ბავშვის მშობელი. თაკო, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენ შეკრებილები ხართ ახლა კანცელარიასთან და აპირებთ მე როგორც ვიცი პროტესტის კიდევ უფრო პერმანენტული ფორმის მიცემას. მოდით მოგვიყევით ახლა თქვენი პროტესტის შესახებ. და თქვენი რეაქციაც გითხარით იმ კომენტარებზე, რაც გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან. კახი კალაძეც გამოეხმაურა დღეს ამ ამბავს. მოგესალმებით. დღეიდან ჩვენ ვაანონსებთ უკვე რომ გადავდივართ უწყვეტ აქციაზე 24 საათიან რეჟიმში. ჩვენ დილამდე აქ დავრჩებით და მშობლები მორიგეობით ვიქნებით ყოველღამე აქ დილამდე და გაგრძელდება უწყვეტი აქცია იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული და რაც შეეხება მთავრობის განცხადებას, ძალიან ესე ვთქვათ, ეს მათი გამოსვლები უმძიმესია. ჩვენ დაავადებაზე უმძიმესია ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ და ისეთ განცხადებებით გამოდიან, თითქოს რომელიმე საერთოდ წარმოდგენა გქონდეს დაავადებაზე ან რომელიმე იყოს მედიკოსი და საუბრობდეს იმ თემაზე, რაც მათ პირადად იციან და ეხებათ. ეს არის სრული სიცრუე, რასაც ისინი ამ დილიდან ავრცელებენ ინფორმაციებს. ჩვენ ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს და საერთოდ მაუწყებელში ვიწვევთ ბატონ ჯანდაცვის მინისტრს, რომ ღია დებატებში შეგხვდეს მშობლებს და ღიად ყველა ადამიანის თვალწინ, საზოგადოების თვალწინ გვესაუბროს და შემოვიდეს ჩვენთან დებატებში. უამრავი მტკიცებულება გვიჭირავს ჩვენ მედიკამენტების და უკვე გავავრცელებთ კიდევაც უკვე მალე ჩანაწერებს ვიდეოების ამერიკიდან, ევროპიდან იმ ბავშვების და იმ ოჯახების, რომლებიც ამ მედიკამენტებს იღებენ და როგორი დადებითი შედეგი აქვთ. თქვენთან დაკავშირებით ახლა ჩვენ ნახეთ ეს კომენტარები რა და ასევე ministris ნათქვამი მახსოვს და ყოველ ჯერზე გავიხსენებ რომ ერთ-ერთ მშობელს უთხრა რა შემოხვედით საფრანგეთიდან და რაიმე მხრივ ამჩნევთ რომ რამე რიტორიკა შეიცვალა ან რაც კონტაქტი შედგა კიდევ დამატებით თქვათ ვინმესთან რაიმე ნიშანს იმისა რომ თქვენი ტკივილი, თქვენი საწუხარი ვინმეს ესმის მაგ შენობაში თქვენ ამას ხედავთ, ამჩნევთ? ამას საერთოდ ვერ ვამჩნევთ, არც კი იმჩნევა, ნეტა იმჩნეოდეს მაინც 1% რომ ისინი ამ ბავშვებისთვის რაიმეს გააკეთებენ, რომ მათი სიცოცხლე გადარჩეს. არანაირი ნაბიჯები, ჩვენ იცით რა არის ახლა, როდესაც წელწადნახევრის წინ დავიწყეთ სწავლების მოთხოვნა და მტკიცებულებების მოძიება და ასე შემდეგ, აქამდე სად იყო? დღეს და გუშინ გაახსენდათ, რომ ეს დაავადება არსებობს. 2 წლის წინ რომ მივედით ჩვენთან და მეუბნებით, რომ შვილები გვეხოცება და გვიკვდება, არ უფიქრიათ აქამდე როგორ ვართ, ცოცხლები ვართ, რა გვემართა. ეხლა გაახსენდათ ძალიან ესე რომ ვთქვათ, აი უგულო და მათი მხრიდან ეს არის ძალიან სასტიკი ქმედება, რასაც ეხლა აკეთებენ დაავადების სისაწიკეზე მეტია უკვე ეს, რასაც ისინი სჩადიან და არ ვიცი რა მიზნები აქვთ. მიზანი რაც არის უკვე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ამას დავამტკიცებთ კიდევაც მათ სიტყვებს, რომ მიზანი ისაა, რომ გავჩერდეთ იშვიათი მათთვის პრიორიტეტი არ არის, ჩვენ მოთმინებას ვცდიან, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი მოთმინება გვაქვს. აი სახლში აგაგვაჩერებთ, როდესაც ვიცით, რომ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის არსებობს მედიკამენტი, რომელიც მათ სიცოცხლეს გაახანძლებს და ჩვენ დავჭდით სახლში რომ იმიტომ რომ ყოველ საუბრობამ გადაწყვიტა რომ ეს წამალი ძვირია და არ ღირს ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ რომ ამდენი თანხები დაიხარჯოს. არ გავჩერდებით და ის რომ ახლა მოწოდებები რომ ანუ სად უნდა წავიდეთ? ანუ ძალიან ალბათ უნდათ რომ ყველანი გავიქცეთ ამ ქვეყნიდან და პრეტენზია არავინ აღარ გამოხატოს, იმიტომ რომ ერთი იშვიათი დაავადებას რომ დააფინანსოთ, გვეუბნებიან რომ მე სხვა იშვიათ დაავადებებსაც მოუნდებათ და სად არის ამდენი თანხები და ეს არის მათი მხრიდან, რა ვიცი, როგორი უგულო უნდა იყო ადამიანი, რომ აი ესეთი განცხადებები მშობლებს პირდაპირ კომუნიკაციის დროს ესე გაუჟღერო.